პანთეონში არ არის ჯაბა იოსელიანის ადგილი, რადგანაც აქ ასაფლავია საზოგადო მოღვაწეები და დამსახურებული ადამიანები, რომელთაც ქვეყნის განვითარებაში წუნდა შეტანილი. ბატონ ჯაბა იოსელიანს რაც განსვენებულს განვითარებაში არა, მაგრამ აქციაში წუნდა შეტანილი და ყველისა და ავაზაკის ადგილი არ არის პანთეონში. დღევანდელი ჩემი აქ მოსვლის მიზანი არის ის, რომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს ამ სასაფლაოდან გადასვენებით ავაზაკის კრიმინალის, რომელმაც 90-იან წლებში მთელი თაობა გაანადგურა პოლიტიკური ნიშნით დევნიდა და ხოცავდა ადამიანებს და სიმბოლურად ეს ავტომატი არის კალაშნიკოვი არის აი 90-იანი წლების სიმბოლო. ჩვენ ვეუბნებით პროკურატურას, ჩვენ ვეუბნებით შესაბამის ორგანოებს, ვისაც ეკუთვნის სამართლიანობის აღდგენა. კიტოვანი რომ გვიკითხავს მორალს, თენგის კიტოვანი, აი ეს აი საფლავის აქ არსებობა ზუსტად არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ყოფილი მხედრიონები კვლავ რეაბილიტირდნენ ჩვენს რეალობაში 2013 წელს და ეს არ უნდა დაუშვათ. ჯაბა იოსელიანი უნდა იყოს გადასაფლავებული, მისი საფლავი უნდა იყოს გადატანილი სხვა ადგილზე.